დილა მშვიდობისა, გურუ. ვიმედოვნებ, რომ ის სიამოვნეთ მშვენიერი მზის ამოსვლით. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს. რამდენიმე საათის წინ მე დავამატე 9 ბიტკოინი ჩემს გარიგებაში და მევწყვეტ, როგორ მოვახდინო პოზიციონირება საუკეთესო ანაზღაურებისთვის. ბიტკოინი დაახლოებით 54%-ით დაეცა, ამიტომ მინდა დავიწყო პოზიციის აშენება კიბეებით. თუ წინა 4 წლიანი ციკლი განმეორდება, ბიტკოინი მაინც შეიძლება დაეცეს $31,000-მდე. ისტორიული ციკლის ქვედა ფანჯარაში რჩება დაახლოებით 74-დან 75 დღემდე. მე ასევე დავამყარე ძლიერი Google-ის პოზიცია. უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა დაამყარა დიდი პოზიცია, რომლის ღირებულება დაახლოებით $3.8 მილიარდი, რომელიც უკვე არსებითად მოიპოვა. Google ახლა არის Berkshire-ის ერთ-ერთი დიდი ჰოლდინგი Apple-ის შემდეგ. ჩემი ყველაზე დიდი პოზიციები ამჟამად მოიცავს Google-ს, Nvidia-ს და Alibaba-ს, ხოლო მე ვაშენებ Apple-სა და Amazon-ს. მე ასევე მსურს პოზიციები Samsung-ში, XM-ში, Foxconn-სა და Tesla-ში, როდესაც მათი ფასი მოგების კოეფიციენტი აღარ იქნება გადაჭარბებული. ჩემი გეგმა არის 10 სასურველი აქტივი, თითოეულისთვის დაახლოებით 10%-იანი გამოყოფით. ვყიდულობ, როდესაც ყოველკვირეული სტატ-ჩასტეკ არის გადაჭარბებული გაყიდვა ვყიდი, როდესაც ის ზედმეტად იყიდება და ვიმეორებ. ამ ყოველდღიურ ვიდეოებს თითქმის 7 წელია ვაქვეყნებ. 25 წელია ვაჭრობ. ისწავლე ჩემს გამარჯვებებზე და შეცდომებზე. ეს არ არის რჩევა, ვიცავ და ვაერთიანებ კაპიტალს. მე არ ვყიდულობ და არ ვატარებ ყველა ციკლს. ბიტკოინი 54%-ით გასწორდა. მირჩევნია ვიყიდო ქვედა რეგიონის მახლობლად დაახლოებით $60,000 და საბოლოოდ შევამცირო პოზიციები მომავალ მწვერვალთან პოტენციურად დაახლოებით $126,000. ირანის ომის დროს Google $275 ვიყიდე. ის ახლა არის დაახლოებით 340 და შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი წინსვლა. გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები. დღეს მე ყურადღებას ვამახვილებ ბიტკოინზე და Google-ზე. ახლა ვაჭრობის შესახებ. მე ცოტა ხნის წინ დავამატე 9 ბიტკოინი $62,600-თან ახლოს, მას შემდეგ, რაც ფასი დაეცა დაახლოებით 63,000-დან. ბიტკოინი შემდეგ დაბრუნდა 63,000-მდე, რაც მომცა სასარგებლო ჩანაწერი. ჩემი მთლიანი პოზიცია ახლა არის დაახლოებით 1 ივლისი ბიტკოინი და ამჟამად აჩვენებს ზარალს $1,900-თან ახლოს. უკან დახევამდე კინაღამ დაბრუნდა. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ ძალიან მცირე გარიგებაა, მთავარი ფსკერის მახლობლად მინდა ავაშენო ბიტკოინის 40-დან 50-მდე. მე მაქვს რამდენიმე კიბეიანი შეკვეთა ბაზრის ქვემოთ, მათ შორის დონეები 55,000, 0,00, 47,000, 48,000, 60,000 და 50,000 ახლოს. განვიხილავ კიდევ ერთ შეკვეთას 61,000-მდე, მაგრამ არ მინდა ძალიან სწრაფად ავაშენო. მე მაქვს მსგავსი დაყენება WITS-ზე. მიზანია ბიტკოინის პოზიციის ეტაპობრივად აშენება შეკვეთით 62,200-მდე და დამატებით იკიბეებით 55,000-მდე. ახლა განვიხილოთ ტექნიკური სქემა. ბიტკოინი ბირჟის გახსნამდე $62,800 უახლოვდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ვაჭრობდა მკაფიო მჭიდრო არხზე დაახლოებით 62,000-დან 65,000-მდე. 4 საათიანი დიაპაზონი გვიჩვენებს იგივე დიაპაზონს, თუმცა ბიტკოინი იწყებს ოდნავ გადატრიალებას. ფასი აგრძელებს ამოსვლას ორ საზღვრებს შორის, ამიტომ მე ვაკვირდები, როგორ განვითარდება ეს სტრუქტურა. გეგმავ დიდხანს 62,200-თან ახლოს და მოკლე 65,500-თან ახლოს. ავარია მიუთითებს 47,000-ის მხარდაჭერაზე. მაქვს 60,000 შეკვეთა, 61,000-ზე დამატება შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს. კიდევ ერთხელ განვიხილავ კიბეს, შესაძლო დონეები მოიცავს 61,000, 55,000, 47,000 და 58,000. იმის გამო, რომ მე ახლახან დავამატე პოზიცია, ხსნი 47,000 შეკვეთას და ასევე ვკითხულობ, არის თუ არა 61,000 შეკვეთა ძალიან ახლოს. კვირეული გრაფიკი გადაკიდულია, თუმცა 4 საათიანი შეიძლება 58,000-ს დაუბრუნდეს. 61,000 ის ორდერს ხსნი. რჩება 55,000, 50,000, 60,000 და 58,000. პოზიცია 1 ივლისი ბიტკოინია. ბიტკოინი ყოველ კვირეულ დახურვამდე არ გაიზარდა.
დარჩენილია დაახლოებით 19 წუთი. ყოველკვირეული სანთელი აყალიბებს წითელ დათვის თანთმის ნიმუშს. მიუხედავად ამისა, ბაზარი რჩება იმავე ფართო არხში დაახლოებით 62.000-დან 65.000-მდე. 62.200 გრძელი რისკავს დაახლოებით $269, რათა მიზანი მართული იყოს 3.400 დაახლოებით 12.1. 10-ჯერადი ბერკეტი გაზრდის 34,000 სვლას. მოკლე რისკები დაახლოებით 278,3,400-მდეა. მე ჯერ კიდევ გადაწყვეტს ვამოკლო თუ არა ბიტკოინი, რადგან ეს არხი რამდენიმე თვეა გამართულია. ახლა მოდით გადავიდეთ Google-ზე. ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი პოზიციაა. საფონდო ბაზარი ჯერ არ არის გახსნილი, ამიტომ ვიწყებთ შეფასების საფუძვლებით. საფონდო ბაზრის მასტერკლასში მე ვასწავლი ამ საფუძვლებს. Google-ის ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 17, ჩემს ოქროს თანაფარდობის სურბულზე 20-ის ქვემოთ. კომპანია ასევე აწარმოებს უზარმაზარ შემოსავალს და მოგებას. Google-ის კვარტალური შემოსავალია $19.69 მილიარდი, წმინდა მოგებაა $12.19 მილიარდი, წლიური 402.9 და 132.17 მილიარდი. შეფასება, ძლიერი ყიდვა. ტექნიკურად, Google-მა 15%-ით უკან დაიხია თავისი ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი. მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ზონები ჩანს $315 და $270 მახლობლად, სხვა ახლომდებარე რეგიონი დაახლოებით 310. ეს ის დონეებია, რომლებსაც ვაკვირდები ჩემი Google პოზიციისთვის. ეს არის ბაზრის მთავარი განახლება. Elite Plus Day Traders Telegram-ის ჯგუფში, ჩემი 2 ივლისი ხმა გახსნა BNB ხანგრძლივი, ხოლო რამდენიმე მოდელმა ცოტა ხნის წინ გაიარა გრძელი BNB. გლომ 5 თებერვალი ხმა ასევე გახსნა Bitcoin გრძელი. Grok 4.20 და Gemini 3 ივნისი Flash წავიდა ხანგრძლივი Bitcoin. Chag 5 ივნისი Sol Pro გრძელდებოდა BNB. ბევრი AI-ის გრძელი Bitcoin-ი. ჯგუფის ბმული ქვემოთ. აღწერა ასევე შეიცავს Bybit ბონუსს, KK-ის გარეშე ვიც აქციას, უფასო Telegram-ის საზოგადოებას და სავაჭრო კურსებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კურსები აქ ნაჩვენები ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის შესასწავლად. ეს არის განახლება. ისიამოვნეთ მზის ამოსვლა. გამოიწერეთ, მოიწონეთ და დატოვეთ შეკითხვები. შემდეგი ვიდეო მოიცავს ტექნიკურ აქციებს. შვენიერი დღე გქონდეთ, ხვალ გნახავ.